ვაიმე კეთინო არც მინდა წნევის გაზომვა, ისედაც ვგრძნობ რომ ძალიან მაღალი მაქვს წნება. ან რატო არ მექნება, რაც მე ნერვიულობა გადავიტანე? ცოტა ხანს გაჩუმდი რა, არ მესმის. გაჩუმდი, მოიცადე ვაიმე. ვაიმე, შენ რა ნერვიულობა გადაიტანე, გამაგებინი, აი შენ რა ინერვიულე. ნერვიულობა გადავიტანე, მე თუ გადავიტანე. ესე იგი, თამრი, კაბინეტში რომ შევედი და ჩემი ქმარი იმ ქალბატონთან ერთად რომ დავინახე. კეთინო მომისმინე ახლა, კაბინეტი აქვს ვახოს, დირექტორია. ლაშას აქვს ოთახი. რომ შევედი და ჩემი ქმარი იმ ქალბატონთან ერთად დავინახე, თამრი, აი გეფიცები. აი ესე თითქოს აი ფარდა ჩამომეფარა, თვალებში დამიბნელ და ესე იგი ცუდად გავხდი. ეს რა გვაკადრესა, თამრი, მე არ ვიცი. ეს რა გვაკადრეს? იცი რა არის, კეთინო, მე მაინც ვახუნასგან ძალიან გამეკვირდა და დირექტორია და სხვანაირად მოეთხოვება. ლაშა მაინც უბრალო ექიმია და რაღაც ეცი, ეხლა ვერ გცნობ. აი ამ წუთას აი რაღაცა შენ ძალიან შეიცვალე. ხო, ძალიან შეიცვალე შენ. რა და კეთინო, რა მინიზე ვარ გაგიჟებული? რა მინიზე? ამ ხელ ამბავი გადავიტანეთ. ფაქტიურად კეთინო ქმრები დავკარგეთ და ერთხელ არ დარეკა გოგო და ერთხელ არ გვიკითხა. მაგარო ხბოდა კარგა მთელი ქვეყანა დავაყენე ფეხზე. მერე ვისი ბრალი? რაიმე დედა. ვისი ბრალია მერე? შენი ბრალია, შენი კეთილი გულის ბრალი. ყველასთან რეკა, ყველას რო კითხულობ, შენი ბრალია. მეტის ღირსი ხარ რა ესე. ყველა რო შენთან ესე მოვმის და შენ რო ყველას ეხმარები და შენ რო კარგი ადამიანი ხარ, შენ რო ყველას კითხულობ, აი ესე შენი ბრალია. შენი ბრალია ნამდვილი. ვაიმე თამრი, გეხვეწები, ლაშან ვახო არ იყოს, მიდი უპასუხე. მიდის. ბატონო. ამირან შენ ხარ? არა რა ხმა მაქვს, მშვიდობაა, კი, მშვიდობა. ხო, არ ვიცი ეთყობა ტელეფონს ჭირს რაღაცა. რა? ლაშას და ვახოს უნდათ ჩვენთან ლაპარაკი? წავიდნენ და იმას ელაპარაკონ. არ გჭირდება მაგათ საჩუქრები. რა თქვა, რაო? რა ხდება, რა თქვა? რაო და? რაო ამირ? ბიჭები არიანო ჩემთან. მერეო? ხო და ისინი არ ეკინებდნენ ამირანს, რომ ოღონდ შეგვირიგდნენო, რასაც გვეტყვიან ყველაფერს შევუსრულებთ. ვაიმე ჩვენი სიცოცხლეები, ღირსები არიან კეთინო, აგზავნონ ახლა საჩუქრები მეც ეგმინდა. ხო, აბარა მართალი ხარ თამრი. თამრი შენ გახსოვს თამრი? პრებედინა, ვაიმე როგორ მახსოვს ის რო ესე პრებედინა ბაბუას ესე პიჯაკის ჯიბეში თავისი თავშალი რო იპოვა ესე სულ შემთხვევით და სხვისი რო ეგონა. ბაბუა რო გააგდო სახლიდან. კეთინო, მეორე დღესვე გაახსენდა რომ თავის თავშალი იყო, მაგრამ 3 წელი უგზავნიდა ბაბუა პრებედინა ბებია საჩუქრებს. შეიძლება. მახსოვს როგორი დრო იყო რა. ისე თამრი ესე არ შეიძლება. რა ესე რაღაცნაირად თუ ეჭვიანობა ნამდვილად არ შეიძლება. არ ღარ გვეკადრება ჩვენ თამრი რა. არ ვიცი, ძალიან იცი აი ჩვენ იცი პრებედინასავით აი ესე აფეთქება ვიცით უცებ. აი ესე უცებ ვიცით. რა ვიცი, ძალიან გავიგიჟეთ თავები. შენი ბრალია კეთინო. შენი ბრალია, შენ გამაგიჟე. ჩემთვის აი ესე ჩუმად ვიჯეკი წნარად აი ესე კნუტებით ვიჯეკი აი გასასწრაფად. შენი იცი რა? მოგვიტანონ საჩუქრები, ვაპატიოთ და შევურიგდეთ თამრი. ნეტა სად არიან ახლა სადეძინათ, ნეტა სადეძინათ. ირაკლისთან. რა იცი? ვიცი. მთელი ღამე დათოს ხმა მესმოდა, ორ-ორი სახლი გაქვს და ჩემს ერთ ოთახს თავი გაანებეთო. აბა, მართლა. თამრი ისე
ბახოს უფრო უყვიროდა. ბახოს უფრო უყვიროდა. ხო იცი, მაინც დირექტორია და მეტი მოეთხოვე. კარგი რა ქეთინო რა, კარგი. რა მოგივიდა ბავშვი? დავლურჯ. ნო? ავიდნენ ვაჟ ბატონები. კი, აი ესეთია გავიდნენ. შენ მითხარი როგორ გეძინა? მეძინა საერთოდ. ახოთუმე ბოდობს. ძილში. ოდესე თან ყვიროდა კაცო, ყვიროდა. ჩუმაკმაით ებოდო. ყვიროდა ისე როგორ თამარ კლდიდან არ გადამაგდო, არ გადამაგდო, უმატებდა და უმატებდა მე. აშაკიდან თელეგამი ბოლგავდა, ყანიგით გადატრიალდებოდა, ხანაგით გადატრიალდებოდა და ტრიალებდა. და ის რა ქვია იმას მესამეს ამირან. ყოველ მეხუთე ამოსუნთქვაზე აგაკუნებდა. აი ესეთ იმაში ვიყავი ამბავში და შენი ქმარი ისე ხრინავდა. აი ისე ხრინავდა, რომ ისე საყვარლად ხრინავდა. ისე ხრინავდა, აი ჩემთან რო ცხოვრობდა მარიკა სახში, ჩემთან რო ცხოვრობდი, გახსოვს ირაკლის სახში, როგორ საყვარლად ხრინავდი რა. ჩამოდი. რა მახსოვს? საყვარლად რო ხრინავდი თუ შენთან რო ცხოვრობდი ის მახსოვს? არც ერთი არ მახსოვს. იმიტომ რომ ჯერ ერთი მე არ ხრინავდი და მეორეც ერთი მე შენთან კი არ ცხოვრობდი სახში, მე ცხოვრობდი მაიკოს სახში. თუ არ ვცდები, ხო? მაიკოს სახში, რომელშიც შენ ახლა აღარ ცხოვრობ. და მე ვიფიქრე, ფოტოშორის გუშინ ღამეც ფიქრობდი და მივედი დასკვნამდე, რომ შენ ადამიანი არ ხარ. აბარო, შენ ხარ კატა. რა კარგად მოიფიქრე მე, რა საყვარლად მოიფიქრე მე რა კატა. რატო? კატა რატო ხარ? იმიტომ რომ რამდენჯერაც სახლიდან გაგაგდე, იმდენი მოაგენი და უკან მოხვედი. ირაკლი. ახლა მე რას გავაკეთებ, იცი? მომისმინე? ახლა რას გავაკეთებ? როგორ გაგაგდებ? ნახე, ჩაგსვავ ტომარაში. მოუკრავ პირს ამ ტომარას, ჩაგდებ მანქანაში ტომარიანა, წავალ მე ქალაქგარეთ სადმე მაღლა მთაში, იქ გაგიშვებ და იქნებ მე ვეღარ მოაგნო ბეია. მოდი. დავიხვი. ვაი მე როგორ გახდი ირაკლი? რა კარგია რომ ესე გახდი. კარგია. მომწონს მე, ძალიან მომწონს. თან ჩემპერანგებს გათხოვებ. არ მინდა დიდი მექნება. რომლაერად გექნება ხა ჩემპერანგები როგორ გექნება შენ დიდი რეებს ლაპარაკობ. ჩემი ძველი პერანგები დიდი მექნება, აბა რა იქნება. პური ყოფილა ამოსატანი. პური ამოსატანი. მე ამოვიტან რა პრობლემა? მე ამოვიტანა. აი და თუ ესე იგი შაქარი, კარაქი და კვერცხიც. აიო. დათუჩა, რამდენი გაქვს ფული შენ? 5 ლარი. მარიკუნა, ბათუმამდე მატრების ბილეთი რა არის? 20 ლარი. ძალიან კარგია. 5 ლარად გორამდე ხო ჩავადა, იქიდან ფეხითაც ჩააღწევს ახლოა. დიახ. ვისწხოვო? ვაიმეს მაგან მოხდით. აი ბედი არა გაქვთ რა ქალბატონო რა. ესე იგი აი ვინ არ ცხოვრობს ამ სახლში? დათო, ამირანი, ვახო, ლაშიკო, ერთი იაგო ვერ ვიშოვე რა. ხო გალაპარაკებთ. კარგი, ცადეთ ქალბატონო, ცადეთ კიდევ. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. კათიშა, კაცო, კათიშა. მარიკუნა. მე დამოგვიანდა, მოდი. ხო. აი, ფული.
მამაზე ბაზი ბუზებს უყიდე რამე იმ დღეს შევკვირდი რომ აუცილებლად გიყიდით კარგ საჩუქარს მეთქი. ხო არა. ხო რაღაცა არ შეშენ და უყიდე მიდი. ისეთი ლამაზი კაბები ვნახე ძალიან. ვაიმე მე როგორ უხდება და ბუზულები და ბუზუ. რატო შევპირდი? რატო შევკვირდი მარიკულა და იმ დღეს ისე საყვარლად ცეკვავდა ორივე. ისე საყვარლად ცეკვავდნენ ასე რომ გავგიჟდი მოკლედ და შევიდე საყვარლად ცეკვავდნენ ესე ცეკვავდნენ და გავგიჟდი რა გამაგიჟებელი ბავშვები რა და შევპირდი მაშინ ცეკვის დროს რომ აუცილებლად მამას ბაზიბუსე რომ გიყიდით საჩუქარს. ვერახარ შენ ვერახარ იცი როგორ ვერახარ ეხიმთან ხარ დასაყვანდი ვაიმე ირაკლი რა გამახსენ გაიწე მეშინია სიზმარი ვნახე სიზმარი აბა არ მეძინაო იმდენი ხანი მეძინა რომ სიზმარი ვნახე ხო რა გეზმანა მიხარ რამე ზმანა და ის არა ქვია ტოტალიზატორში ვითომ ძალიან დიდი ფული მოვიგე ფეხბურთის მატჩებზე დავდი და ძალიან ბევრი ფული გილოცავდი აი გამომართვი 5 ლარი რატო აი ეს გამომართვი და დადე რაზე დავდო ვერახარ შენ ვერახარ რაზე დავდო ისეთი სიზმარი ვნახე რა აუცილებლად მოვიგე მიდი და გეხოცები დადე რა მე არ ვიცი ხა ისე შეგორც იცი და მიდი რა დადე რა რომ ვერ მოიღო აჰა მე რა ირაკლი მიკითხოს თორე მე მოვიგე სიზმარში რა გამომართვი რა მიდი რა ვაიმე მარიკა მომისმინე ეს ახლა გაჭირვებაშია ეს როდესაც გაჭირვებაშია მაშინ სანდო კაცი არ არის ამის დობა არ შეიძლება ერთი კარგად ნახე კამერები ხო არ არის დამონტაჟებული და ეგრეთ წოდებული ხოჭოები მაინც თანამდებობის პირი ვარ მე ხო კარგი ხო მომეცი 5 დავდო მთლიანად ხო 5 დადე რაზეც მე მინდა რაზეც შეგინდა ხო აბა მე რა წავედი მე კარგი არ ვიცი მივდივარ მე კარგად ბეღურიკუნა ბასიბუსებს კაბები უყიდე კარგად გიძელი შენ ხო ისა მოიცა ტელეფონი მიჯდება მე დამტენი უნდა წავიღო თან ანდა იყოს მერის დამტენი დავტენი უიმე კაცო მერის სხვა ტელეფონი აქვს და რო არ მოერგოს რა ვიცი ნახავ მაინც ნახავ იქნებ მოვარდო მერის ტელეფონი ზედვითი აი აქ რამე და მერი აქ თუ დამტენი აქ თუ რა ტელეფონი აქ ვერ ახარ შესაძლოა ვერ რა გეშველება შენ კი არა მე რა მეშველება მე რა მეშველება ესა შენ ეგ 5 ლარი ტოტალიზატორში დადე შენს გეშველება და მეს მეშველება ამაჩი არა ქეჩინორა თუ უნდა რომ შევურიგდე დროზე მოვიდეს თორე არ ვაპატიებ თამრისე მე რამდენად გიკეთებსა მე რამდენად მე რა ვიცი მე შენ გეკითხები მე რამდენად მე რა ვიცი ვაიმე ჩუმად მე მგონი მოვიდნენ ლაშას ფეხის ხმას აი კარგად ვცნობ ფეხის ხმაზე ცნობ თუ ბაჯბაჯზე გავიხედოთ აი ჩემი დირექტორი მოვიდა ხო ეს ერთმანეთს უსწორებენ თმებს ქეჩინო ესე ჯობია ესე დახვდეთო რაღაცა მეორე ჯობია თამრი წყალს მოგიტა შემართლა ცუდად ხომ ხო ლაშა ეუბნება ჩემსაც ბახოს დირექტორს შენ დაიწყე და მიაყვები ლაპარაკშიო ხო თამრი აბა მე როგორი ბაცინე თითქოს წელი დაგხდა ქეჩინო ასე მიდი ხებში გაიმართე გისმენ ისა ჩვენ ისინი ვართ იუზამრო დაგირეკათ კეთევან რა იყო კეთევან წელით კი ვა წელიც გული ატკინეს და ეთყობა გადასცემს წელზეც შენ კეთევანს დაელაპარაკე მე თამარ დაველაპარაკები აი სად მიდიხარ შესაძოდაო შენ გამაგდი ნახო გამაგდი ისა კეთევანი ძალიან უყვარხარ ლაშას ძალიან უყვარ შენს მეტი არავინ არ ყვარები ბოლო წლები არავინ არ ყვარები მართლა უშენო ძალიან გაუჭირდება რა კეთევანი
ზილში სულ შენ სახელს აბოდებდა. მართლა, კეთება. რასაკეთებ? ეგ ჩემი ტექსტი იყო, ბავშვების ტექსტი რო იყო, იქ ის უნდა გეთქვა შენ. თამარი. აი ჯერ მარტო რა სახელი გაქვს? თამარი. ძლიერი ადამიანი ხარ. მეფე ხარ. თამარ მეფე ხარ. ხოლო ვახოში კი ერთდროულად თავმოყრილია დავით სოსლანი და გიორგი რუსი. როგორი ადამიანია. ეხლა ვახოს ისეთი არაფერი არ დაუშავებია თამარ. უნდა აპატიო. შეხედე როგორი ადამიანი, როგორც ის. როგორი წესიერია, პატიოსანი, ზედმეტად პატიოსანი. აპატიე რა. თამარი. აი, ჯერ მარტო რა ის სახელი ქვია. კარგი. ვაპატიებ დანაშაულს, თუ გამოისყიდის და რამე სიურპრიზ გამიკეთებს. კონსულტაციას გავიბრიგ. უკაცრავად. ნუ იყურები აქეთ. არ ბრძანდება ეს ვაჟბატონი ჩემი ცქერის ღირსი. ეთი რა ვქნათ შევხვდე. აბა რა ვაკეთოთ? მოკლედ დიახ. მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ. გაპატიოთ დანაშაული. და შეგირიგდეთ. ოღონდ ისეთი სიურპრიზი უნდა გაგვიკეთოთ, რომ გაგვიხარდეს. ძალიან. კი. მოვიფიქრებთ, აუცილებლად მოვიფიქრებთ რამეს მოვიფიქრებთ. გამოდიდაო. მოვდივარდაო. მადლობა. რა სიურპრიზი? ერთი არ მოგიფიქრებია ნახე თუ არ გაგშორდე მეც. დილით ირაკლის ვასესხებ და დავჭი უფულობ. რამდენი ასესხე? რაც ქონდა სულ. ნუ აი ესე ფული აღარ მოქვს. მაგრამ კიდე კაი ირაკლია და ირაკლის თავშები ხოლმე. იქ ვცხოვრობ. ირაკლისთან დასაჩინილი რა მქონდეს? ამირანიც ახლოს ცხოვრობს ჩემთან და იქ. რატო? ვიცი მე რაც არის უბინაობა, ვიცი. ეს ანამ საშა და მამიდა ჩემი ბინას დამიტოვებდნენ. მთელი ცხოვრება სახლის ფულს ვაგროვებდი. მაგრამ უცბად ბინა დამიტოვეს. მას ეს ხერაც მოგვრა. არა ძალიან ბევრი კი არ იყო ეს 12 ლარამდე. არ გსხვენია. რამდენჯერ თქვი დაგეხმარე, რამდენჯერ შენი გაფუჭებული საქმე მე დავიბრალე. რამდენჯერ. არ სვენია პატაჰა. რამდენჯერ დაგეხმარე. რამდენჯერ დამთხოვე და დაგეხმარე. რამდენჯერ შენი გაფუჭებული საქმე მე დავიბრალე. ნეტა იცოდე დათო, ამირან რა დიდ ბედნიერებას მანიჭებს გაჭირვებაში მყოფი მეგობრის დახმარება. ადამიანები ხომ იმისთვის ვარსებობთ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, ხელი გაუწოდოთ, გაგონილი გექნება ალბათ არა, ხელი ხელს ბანსო და ორივე ერთად პირსო, მაგალითად ირემს ბალახი მიუტანაო და 1000 რამდენი სიბზნე დაწერილი და თქმულა, მაგრამ სამწუხაროდ ფული არ ამოგდათ. მაგრამ სამაგიეროდ შემიძლია ინტელექტუალურად დაგეხმარო. ან მაგალითად ბარში თუ რამე გინდათ შემიძლია გასესხოთ. ვასესხებ? კი? ამირან. არ გიდა რამე აიხე და მე პატა ფულს მომცემს, ხო. შენა. ხო. კიდე ერთ წყალი მომიტანე. კარგი. შენ ლარიანი დათო. ნუ ნერვიულობ. ეხლა ერთ სახლში რემონტს ვაკეთებ. გაჯი მექნება ასატანი. წამოყევი მომეხმარე და გადაგიხდიან. რომელი სართული? მე-9. კარგი რა ამირან. მე-16 სართულზე ფექტურა რო ავდიოდი, იმიტომაც არის აქ ჩემი საქმე ეს. მე-9-ზე ვიტან მას. ამირან. არ გინდა ის აი, ჩემ ნახატს. იყიდე. რა თქმა უნდა.
რადგან და აი რემონტს ვაკეთებ იქ. ხო. და ჩამოგიდე. კარგი რა დათო რა. ის არ იყო მან რემონტს რო უკეთებ, ეხლა კიდე შენ ნახატი დავაკეთებ. აი გამომართი წყალი ეხა მე გამაგებინე საბოლოოდ კონდეს თქვენი იმედი თუ არ მქონდეს თქვენი იმედი დათო ხო გითხარი ჩემი იმედი კონდეს მეთქი აი როგორც კი ალბომი გამოვა ჩემი უძლიერესი ჰიტები და პირველივე ჰონორალს რა ჰონორალი ჩემოვა შენ გაძლევ ჩემი იმედიც კონდეს დათო იმ რემონტს როგორც კი დავამთავრებ რაც ფული მექნება შენ მოგწ. ხო მეტი რა ვქ ხო შენ რა თქვი რა როდის გაუშვებ ალბომს ძალიან მალე და შენ იყავი ჩემი პროდიუსერი არ გინდა დათო აი მომაწოდე იგდებს მომაწოდე ახალი სიმღერა დავწერე მომაწოდა აი უყურე აი ტექსტი და წაიკითხე აი აბა დელი კიდე დელი აბა დელი დელასა კარგი მერე 300 დღეში ახალი წელი მოვა გოჭებს დავკლავ ყველასა გააგრძელში უკვე ჰიტია ეს ჰიტია უკვე რა ხნე ხმე სხვა რაგზა მაგ ეკონომიურად უნდა ვიცხოვრო ეკონომიურად როგორ აბა როგორ ეკონომიურად აბა როგორ ეკონომიურად როგორ გეტყვი ხა აბა მიდი როგორ და დიდი ნაბიჯებით ნავია მე სამ თვეში თუ წდებოდა ჩემ ფეხსაც მე ეხლა გაწდება 5 თვეში წავედი რა გასაგები, ესე იგი შენ გეჩხუბა ქეთევანი. ხო. შენ გეჩხუბა თამარი. ხო. ესე იგი შენ გინდა რომ შეურიგდე ქეთევანს. შენ გინდა რომ შეურიგდე თამარს. არა და რა ტყუილად გეჩხუბა შენ ქეთევანი და შენ თამარი რო იცოდე. კარგი. ხო. კი არა, წადი და ის არაყი მოგვიტანე. ხო. ლაშა. მოგაგონდა რამე სიურპრიზი, ჰა? რა ვიცი, ბაბა. ფიქრობ და მე ისეთ რაღაცები მაფიქრდება, მე რო გამიხარდება და შენ გეწყინება. ან გეტკინება. ბოლო კარგი ხო ეს თავდაყირე რომ დაგწდე ფეხები და გაშებიდი თამაშები თამ. ხუმრობის ხასიათზე ვართ ახლა ჩვენ. აბა, აი თქვენი არაყი გამომართვით. აჰა. ოჰოჰოჰოჰოჰოჰო. ხედავ ეთყობა ამას უფრო მაგრად მოხდა რა. კარგი, მოიფიქრეთ რამე, აბა რა ქენით, ჰა? რა ვიცი, პატა, იმდენი რაღაცა ვაჩუქეთ, რომ რა უნდა მოვიფიქრო ახალი მე აღარ ვიცი. აი ცოტა ხანი თუ მოიცდით, ორთოში გამოვა ახალი ალბომი, უყიდეთ და ისე ჩუქეთ დამიჯერეთ. ორთოში? 2 თვე ბევრი. ბევრია 2 თვე რა. მაშინ შემოვახო ერთი ესეთი ვერსია მაქვს, ესე ძალიან ესეთი ორიგინალური, გეტყვი ერთი წუთი. ისი რა ქენი, სარიელი ყუთი აჩუქე. რა ყუთი? დამაცადე ერთი წუთი, ჩემო კარგო, შემოვახო, დამაცადე. ესე იგი სარიელ ყუთს ჩუქნი და ეუბნები რომ ჩემი გულიც ასეთივე სარიელია როგორც ეს ყუთი და მას მხოლოდ ჩემი სიყვარული თუ შეავსებსო. კარგი, მაგრამ ამან რო სარიელი ყუთი მიუტანოს თამარს, სიყვარული კი არა, ვახოს თავი შეავსებს იმას. თელი ვახოს აი ესე თავი. აბა ხო. გასაგებია, კარგი, მაშინ ძალიან მაგარი მოვიფიქრე, ისეთი მაგარი მოვიფიქრე, რომ მე თვითონ მოვიფიქრე. კარგით. მოკლედ, ზურგზე თქვენი ცოლების სახელები ამოისვირინგეთ. არა, ხო? სარიელი ყუთი, ეგ გითხარით უკვე, სარიელი ყუთი გითხარით. მაშინ სიმღერა აჩუქეთ. რა სიმღერა? ახალი სიმღერა ვახო. აი უყურე. აბა ეს წაიკითხე. რა არის? წაიკითხე. დელი დელასა. 27 დღეში 8 მარტი მოდის, ყვავილებს დაგიკრებთ ყველასა.
კარგი. ესეთია ძალიან ორიგინალურია. და მოდი ასე შევთანხმდეთ, ვახო. მოდი ეს დაგითმობ მე და შენაჩუქე თამარს, მე რამეს მოვიფიქრებ სხვას. ლაშა მადლობთ. მადლობთ. და მომისმინე. თელი მსოფლიო გაქვს მოული. ნუ თითქმის. ნუ ბევრ ქვეყანაში ხარ ნამდვილად. თითქმის. არ შეგიძლია რომ გითხრა როგორ იქცევიან იქ ამ დროს ამ ვითარებაში. აჰა, გასაგები, აქ უკვე ღალატის თემა შემოვიდა რა. გასაგები, ესე იგი გეტყვით ახლა ამ შემთხვევაში ზოგ ქვეყანაში მაგალითად არის ხოლმე ჩაქოლვის ვარიანტები ხდება ხოლმე. ზოგ ქვეყანაში მაგალითად მოღალატეს კლდი დანაგდებენ ხოლმე. კი, სამწუხაროდ ხდება ეგეთი რაღაცებიც. ზოგ ქვეყანაში კიდევ როს გავენ ხოლმე. გააჩნია რა ის ქვეყანას გააჩნია, ხალხს გააჩნია. ეგ თამარს არ უთხრათ. არა. ევროპაშიც ასე ხდება? არა, ევროპაში, ჩემოლაში, მაგალითად პარიზში საყვარელ ადამიანს ეპატიჟებიან ხოლმე რესტორანში ლოკოკინებზე. მაგარი იქნება რა თამარს რო ვეთქვი, წამოთამარ ლოკოკინების საჭმელად წავიდეთ და თან შემირიგდე მეთქი რა, მომკლავს. მართალიც იქნება. მოიცა, პარიზი. აი, მოგეწონა ხო? ძალიან კარგი იდეა. მე ცინას ვიზავ ახლა დავრეკავ ტურისტულ სააგენტოში და გავიგებ როდეს ორკაციანი საგზური პარიზში. ვახო, ისა არახს ხო არ დავამატე. მიდი, მე კი, მიდი. ვაიმე, რა დღეში ხარ, შენ მოგიკვდი რა დღეში. მიდი. გავიდა. ალო? გამარჯობა. ხომ ვერ მეტყვით თქვენ, უკაცრავად რა თქმა უნდა. ხომ ვერ მეტყვით ორკაციანი საგზური პარიზში რა ჯდება? 10 დღით. ბატონო? შეგიძლიათ გამიმეოროთ? მადლობა ნახვამდის. რაო, მე ასე მითხრეს რომ კაშორდი კეთება და სხვა ცოლზე იფიქრებ, რაო. აჰა. მოკლედ. რას ველოლიავებით, ხო ვართ კაცები? ხო. ვართ. მივიდეთ? აუხსნათ. თუ შეგვირიგდებიან, შეგვირიგდნენ. თუ არა და გავშორდეთ რა. რა? იქნებ მაინც სხვა სააგენტოებში დაგვერეკა. იუვენტუსმაც მოიგო. ვაიმე. სად არის ამდენი ხანი, მარიკა, სად არის ჟაკლი ამდენი ხანია? დამაწყდა უკვე ნერვები რა. მოვიდეს რამალი რა. მალე მოვა. დათო, უკვე მე-10 მეკითხები. იმიტომ არ მოდის. ვაიმე როგორ დავიღალე რა. მომიცა მოგცე რა. ბილეთი რა კულტურა, სად გასწავლეთ? მომესალმე ჯერ, ირაკლი როგორ ახარ? დაიღალე ირაკლი. მომესალმე? ხო, ყველაფერი ეგ მომეცრა ბილეთი რა, მომეცრა. რა ბილეთი მომეცე ხა? ტოტალიზატორის ბილეთი. ხო. ვაიმე. რა? ბილეთი. ირაკლი. დავკარგე? აჰა. შენი ბილეთი და დავანებე თავი. ბილეთი. ირაკლი? არა, მარიკუნა. თო. ამშია. მაგრამ ცოტა ხანში მე და შენ ძალიან გავერთობით. სკუზენა ნახეზე. აიმე. ლივერპულმა წააგო. აიმე. მოვიგე. 40,000 მოვიგე. აიმე. რა არის რაცო? არაფერი. მოგიგია დათუჩა. არაფერი, ფეხი მივარტყი. მაგიდას და აი ეს მეტკინა. რას მიარტყი? მაგიდას. ფეხი. ხო. გეტკინა. მეტკინა. ვაი. ცოტა ფრთხილად დათუჩა რა. რაიმე. რა საყვარელია რა.
უფრო სულელი. ირაკლი. ვიხუბრე ხო მომისმინე ეს კაცი. შემოვა ეხლა ეს და როგორც მოვილაპარაკე. აიგე. როგორც მოვილაპარაკე. კი ბატონო, კი ბატონო. ყველაფერი ისე როგორც ჩვენ გავუდგა. აბარა. იქნება ყველაფერი მომისმინე. მოიძ. აი. რა კარგია მინდია დღეს გარეთ. აბა. დათო. აი, ირაკლის ვეუბნებოდი ეხლა. ბავშვები მინდა წავიყვანო ბაკურიანში. მეთქი და შენ სხვა არ გინდა ჩვენთან ერთად წამოხვიდე, დაისვენებ, განიტვირთები. რა არის იცი მე უფრო ბაკურიანზე კი არა. შვეიცარიაზე ფიქრობ. შვეიცარია? კარგი მარიკა რა, რასეუბნები ამას რა. ვიცი რომ ბაკურიაში უნდა ბავშვებს წასვლა, მაგრამ ხო იცი რომ ძვირია იქ სასტუმროები ეხლა სეზონზე და ამ ეტაპზე ფული არ მაქვს. ირა. ბორჯომჩინო რომანოვების სასახლეა. რა არის სხვა რიცი შემდგომ? რა გინდა? რაც მინდა და ეხლა ვიფიქრე ხო არ ვიყიდო მეთქი რა. აი უცბად მომაგონდა რა ესე მოვიფიქრე. შენ მაინც არ ფიქრობ შენ შვილებზე და ბიძამაიფი ციფიქრო სწავლე ბავშვები დაისვენებ. გავხედე აქეთ. შენ რაღაც ხვალაერად ჭიკჭიკებ, ა? ფული ხო არ მოიგე? დავუშვოთ მოიგე. რა არო? რამდენი? დავუშვოთ 1000. 1000. ხო. ძალიან კარგი. იქირავე ბინა და წადი. დავუშვოთ 10000. ძალიან კარგი. იქირავე ბინა 9000 მე მომეცი და წადი. ბუთხუს კარგი ბიჭი ხარ შენ ხო ეს? ირაკლი სახში ხარ? ო, ირაკლი. შემთხვევით თქვენთან სამინისტროში ხომ არ არის გამარჯობა მარიკა. ხომ არ არის ორკაციანი საგზური პარიზში. გამარჯობა ირაკლი მართლა. მე და ვახოს გვინდა წასვლა. იაფად ხომ არ არის ორკაციანი სამინისტროში საგზური პარიზში. სასუქია ჩვენთან. საგზურები არ არის. არ არის ხო? ხო, და რა იყო? არ არის. რა იყო და მე და ვახომ გადავწყვიტეთ რომ თამარი და ქეთევანი წავიყვანოთ დათო გამარჯობა. ხო. წავიყვანოთ პარიზში. მაგრამ ძვირია იქ და რა ვიცი აი შენთან სამინისტროში ხო არ არის. რა ვიცი აი მაინც არის ხოლმე ვარიანტები ხან მოდის. ხო, რა ვიცი ლაშა არის ხოლმე კი არის, მაგრამ ეხა ამ ეტაპზე არ არის. არ არის და მეც ახლა არა მაქვს მაგდენი ფული, თორე აუცილებლად ვიყიდიდი იმ საგზურებს, რომ ყოფილიყო ფული რომ მქონოდა, ვიყიდდი იმ საგზურებს და გაჩუქებდი, მაგრამ არა მაქვს ფული და აბა. ანუ სამ ფული არ აქვს სამინისტროშიც არ არის. ხო, კარგი მაშინ და ისი აბა მოვიფიქრე რაღაცას, კარგი. ლაშა. მოდი. რა? რამდენი ჩიდება? რა? რამდენი მჭირდება და 3-3000 გვაკლდება მე და ვახო, სულ 6000. რა ქენი ხა იცი? ხო. იმ საგენტოში დარეგე. და საგზურები გადაადებინე მე გიყიდე. რო? რა გჩუქნი რა? რა? გჩუქნი რა მე თქვენგან იმდენი სიკეთე მახსოვს, რომ აი მეც მინდა სიკეთით გიპასუხოთ და ჩემგან საჩუქრად. ფული საიდან? კაცო, მე გჩუქნით თქვენთან. დააჩინე მე ვიცი. ვაიმე. მართლა და თო, ახლავე წავალ გავიქცევი მე და იმად გავახარებ. ახლავე გავახარებ. ქეთევა! დათო, ფული ხო არ მოიგე და არ გვეუბნები? მოიგე და გეუბნებით. სიურპრიზ! და რამდენი მოიგე? რა მნიშვნელობა? გრამდენი მითხარი. შენსო დამხმარებოდი და უფრო მეტი დაგვეთო. უფრო ბევრს მოვიგებდი, მაგრამ წუწურაკი ხარი რა. წუწურაკი. დია. გამარჯობა. ირაკლი. გამარჯობა, ხალხო მარინა. საერთოდ ბუთქარამემ კიდე? არა. დათო. დათოსთან მაქვს აქ. კი ბატონო, დათო. თელი დღე ნერვიულობდი რა. ვერაფრით ვერ მოვისვენე.
შენ რო დილით ფული მთხოვე. კონდა და არ მოგეცი. მაინც არ შემერგებოდა და აი მოგიტანე, შენ უფრო გამოგადგება. ხო. ხამირა რა შეიძლება საქციელ მოიხაბე აბიშუკა გული და კარგი კაცი ყოფილიყარ ამირა კარგი რა საკეთებ? რა საკეთებ? რაზო 50 ლარიანი იყო. უი მართლა 100 მეგონა რატო დაკვჭე? რატო დაკვჭე? მაგაზე არ ნერვიულო 100 მაგად გადაგიხდი. რა ხდება ბატონო? მოიცადე ერთი წუთი. 100 გამომროთო. ათ მაგად გადაგიხდი. რა ხდება? ცოტა ხანიც მოიცადე ამირან რა. ვაიმე არ მჯერა. გამარჯობა მითხარი. აცადე ირაკლი, არ მჯერა. დათო, სანამ ჩემი ყურით არ გავიგებ, არ დავიჯერებ. დათუნია დათუნა, დათუჩა, გიხვეწები მითხარი. მართლა გვიყიდე საგზურები, ა? გიგით. ვაიმე, რა ბიჭია, რა ადამიანია, რა სიკეთის განსახიერება, ჩემი დათუნა, ხალხო, ეს რა ადამიანი გყავს, ვაიმე დათუნა, ძალიან დიდი მადლობა დათუნა. არასოდეს დაგივიწყებ ამ პატივისცემას, გეფიცები პარიზში რომ ჩავალ, ეიფელის კოშკზე რომ გადავიღებ სურათებს, პირველი უნდა დავათვალიერებინო ჩემ დათუნას. რა მოხდა? მაკვლარი, კაცო, რა მოგივიდა რა? ნუ გადაირავი ხოლმე, ხალხო დაინახავ, რა მოგივიდა? რა გჭირს, რა მოგივიდა? ასეთი არაფერი გაუკეთებია, ეხლა რომ პირველი ამას დაათვალიერებინო კოშკის სურათები. რა არის? დათო, და ეგ ბილეთი რომ ნახო, შეიძლება მაინტერესებს. ტოტალიზატორის ხო? ხო, აბა. კი, როგორ არა? აბა. ოღონდ ფრთხილად. ხო. შეიძლება მეც ვნახო? ბატონო დავით, უბრალოდ შევხედავ თქვენ. ფრთხილად. ივლიან ბიჭი. ერთი წუთი ახლა, ერთი. მეც ვნახავ მე. ნახეთ მერე. რა. ხო? რა ხინია? ეს რა გაგავს? კარგი ხო? დაწნარდი. არაფერი, დაწნარდი, არ მოგივიდა, არაფერი არ მოგიგია. ვიხუბრე შენ რომ დამირეკე, მერე გამახსენდა, დამავიწყდა რომ დასადები იყო ეს ფული ტოტალიზატორში და მერე შევიარე ტოტალიზატორში, ჩემი ძმაკაცი მუშაობს იქ, კლასელი, ხო? თამაზა ფოცხვერია, ხო, იცი შენ. ხო და ის არა გვია და შევიარე იმ იმაში ტოტალიზატორში და მერე უკან თამაშები რა, მოკლედ დამთავრებული თამაშები ამოვაბეჭდინე და მოგიტანე ის ბილეთი რა იყო რა. ზოთა მეთქი ვიხალისებ მეთქი საღამოს. მომატყვე, ხო? უფრო გეხუმრე. მოიჭამა. ეს ფული დათოს არ მოგია? ვაიმე არა ლაშკო. აპატიეთ და არა. ეს რა გამიკეთე დათუნა. გამარჯობა ირაკლი. ეხუმრე, ხო? გეხუმრე. მაპატიე დათუჩა. გაპატიო არა ეს კიდე მომეც ჩემი 5 ლარი. მომეც ჩემი 5 ლარი. რა 5 ლარი? დათუჩა. მოდი. ისე შენ თუ გინდა. მაინც გაგიგებ რა ღირს რომანოვების სასახი. მიდი კაცი ერთი რა. მაპონინე.
მე შენ 10% მოგცემ. ჭია, მაპონინე, მე შენ 10% მოგცემ. ჭია, მაპონინე, მე. ვა! 2 ლარი. ესე 5 ლარი, მა? 2 ესე 7. სადაც აქ უნდა იყოს ხა ეს 50 ლარი. აქ დავარდა. სიგი რა გამოდის რა? თეორიულად მაქვს 57 ლარი, პრაქტიკულად 7. ჭია, მაკო, ნინე. მე შენ პროცენტ მოგცემ.